ჰერმიდეუსის ეს მონათხრობი კიდევ ერთი მხრივაც არის საინტერესო. იგი წერს, რომ ქრისტეს ჯვარცმამდე რამდენიმე ხნით ადრე იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა, ერთი მხრით კეისრის დიდი გამოსახულებით, ხოლო მეორე მხარეს პილატეს პატარა გამოსახულებით. იესო ქრისტეს გასამართლების დღეს, როდესაც პილატეს მეუღლე ცდილობდა დაერწმუნებინა ქმარი, არ გამოეტანა ქრისტესათვის სასიკვდილო განაჩენი, ქალმა იკითხა, რითი გამოისყიდი დანაშაულს? თუ შენს მიერ სიკვდილმის ჯილი მართლად ღვთისძია და არა დამნაშავე. პილატემ ასე უპასუხა, თუ იგი მართლაც ღვთისძეა, იგი აღსდგება და მაშინ პირველი, რასაც მე გავაკეთებ, იქნება ის, რომ მე ავკრძალავ ჩემი გამოსახულების აღბეჭდვას მონეტაზე, სანამ მე ცოცხალი ვარ. მონეტაზე გამოსახვა რომში უდიდეს პატივად ითვლებოდა. პილატემ თავისი პირობა შეასრულა და მართლაც აკრძალა თავისი გამოსახულების აღბეჭდვა მონეტაზე. ჰერმიდეუსის ეს ცნობა დასტურდება რომის ნუმიზმატიკიდანაც. სირიელი იეშუ, განთქმული თავისი სამედიცინო ხელოვნებით, პილატეს პირადი მკურნალი იყო. სახელოვან მკურნალს პილატემ დაავალა ღამე გაეთია ქრისტეს საფლავზე. შაბათს საღამოდან კვირა დილამდე. თავის განმუყრელ 5 თანაშემწესთან ერთად იგი მაცხოვრის დაკრძალვის მოწმეც გახლდათ. შაბათს მან ორჯერ მოიხილა საფლავი, ხოლო საღამოს კი კვლავ საფლავზე დაბრუნდა ღამის გასათევად. მან იცოდა წინასწარმეტყველება ქრისტეს აღდგომის შესახებ, ამიტომ ღამით ისინი მორიგეობით ფხიზლობდნენ. ჩვენ ყველანი მკურნალები, დარაჯები, წერს იეშუ, ვიყავით ჯანმრთელად, ფხიზლად, თავს გრძნობდით ჩვეულებრივად კარგად. არ გქონდა არავითარი წინათგრძნობა. ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ შესაძლებელი იყო გარდაცვლილი გაცოცხლებულიყო, მაგრამ იგი ჭეშმარიტად აღსდგა და ყველაფერი ეს ჩვენ ვიხილეთ საკუთარი თვალით. შემდგომ ამისა აღწერილია თუ რა იხილა იეშუ. ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი მცოდნე, აკადემიკოსი ბუზესკული ამბობდა, იესო ქრისტეს აღდგომა დადასტურებულია ეჭვმიუტანელი არქეოლოგიური და ისტორიული მონაპოვრებით. და ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ივანე მრისხანისა და პეტრე დიდის ისტორიული არსებობა. იესო ქრისტეს აღდგომის უარყოფა ნიშნავს პილატეს, იულიუს კეისრის, ნერონის, ავგუსტუსის, ეფრაინეს, მარკუს ავრელიუსის და მსოფლიო ისტორიაში ცნობილი მრავალი სხვა პიროვნებების არსებობის უარყოფას. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა იმდროინდელ ებრაელ ავტორთა გადმოცემები. მათი უმრავლესობა ჩვეულებისამებრ დუმს აღდგომის ფაქტთან დაკავშირებით. იმ დროს ებრაელ მწერალთა შორის, რომლებიც პირდაპირ მოგვითხრობენ აღდგომის შესახებ, შესაძლოა ჩამოვთვალოთ ურის გალილეველი, ჰანონ მესოპოტამიელი,
შერბრუმი მამა, ფერნან სერეპტელი, მანანია ექიმი, ნავეინ ანტიოქიელი და მაფერკანტო. განსაკუთრებით საყურადღებოა მაფერკანტოს ცნობები. იგი იყო სინედრიონის ერთ-ერთი წევრი, მნე. სწორედ მისი ხელიდან მიიღო იუდა ისკარიოტელმა ქრისტეს გაცემისათვის 30 ვერცხლი. მაგრამ როდესაც მაცხოვრის აღდგომის შემდეგ იუდეველთა შორის განგა შეატყდა, მაფერკანტი იყო სინედრიონის პირველი წევრთაგანი, რომელიც მივიდა მაცხოვრის საფლავის გამოსაძიებლად. იგი დარწმუნდა, რომ აღდგომა მართლაც მოხდა. იგი მივიდა იქ ოდნავ ადრე, დარაჯებისთვის ფულის გადასახდელად და დაინახა, რომ საფლავი საიმედოდ იყო დაცული. გადაუხადა თანხა დარაჯებს და უკან გამობრუნდა, მაგრამ ოდნავ რომ მოშორდა საფლავს, ქუხილი გაისმა, რომლის შემდეგაც სამარის უზარმაზარი ქვა უხილავი ძალის მეშვეობით გადაგდებული იქნა. უკან მობრუნებულმა მაფერკანტმა შორიდანვე შეამჩნია, თუ როგორ ნელ-ნელა გაქრა სამარის თავზე დავანებული სინათლე. ყოველივე ეს მაფერკანტს აღწერილი აქვს თავის თხზულებაში პალესტინის მმართველთა შესახებ, რომელიც მიეკუთვნება პალესტინის ისტორიისათვის განსაკუთრებით სანდო და საიმედო წყაროთა რიცხვს. უფალო, ყველა შენი ქმნილება ისე გეხვევა გარს, როგორც ფუტკრები აყვავებულ ალუბლის ხეს. ერთნი მეორეს ავიწროვებენ, ერთმანეთს შენი ძეობის უფლებას ედავებიან და სხვას შენს სახლში სტუმრად თვლიან. ყველა თვით შენზე უფრო აღმატებულ უფლებას ისაკუთრებს შენზე. შენი სისრულე კი, უფალო, ნაპირებს ცილდება და მისი სიტკბოება ყველას კვებავს. ყოველთა ქმნილებაზე უწინარეს, დროსა და მწუხარებაზე ადრე შექმენი შენ, უფალო, ადამიანი შენს გულში. პირველად ადამიანი ჩაიფიქრე, მაგრამ შესაქმის რიგში იგი უკანასკნელი იყო, ისევე როგორც მებაღე ფიქრობს აყვავებულ ვარდზე, როდესაც მიწას თხრის და შიშველ წნელს რგავს. როდესაც ყუროთმოძღვარი ტაძრის აშენებას ჩაიფიქრებს, თავდაპირველად წარმოსახვაში ხედავს ბრწყინავ გუმბათს, რომელსაც უკანასკნელად შექმნის.
არავინ უწყის მამა გარდა ძისა და ვერავინ შეიცნობს ძეს გარდა მამისა. დაეცილი დასწამონ ჭეშმარიტებას, დაესძულდეთ სიყვარული, დაემოკლან სიცოცხლე, ჭეშმარიტება გამართლდება, სიყვარული გაიმარჯვებს, სიცოცხლე აღსდგება.